საქართველოში თავისუფლება აქვს ყველას, მაგრამ ეს თავისუფლება ყველასთვის ერთნაირი არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბროთ სოციალურ ნორმებზე და იმაზე თუ როგორ კლავს ნელ-ნელა ეს სოციალური ნორმები ადამიანის ამბიციებს და ზოგადად წარმოდგენებს ცხოვრებაზე, ასე რომ მოდით პირდაპირ გადავიდეთ თემაზე. ადამიანი ადამიანისთვის მზეა და ერთმანეთის გარეშე გადარჩენა რთულია. რატო? ადამიანები ვართ სოციალური არსებები და ყოველთვის ვცდილობთ და ყოველთვის გვინდა რომ ადამიანებისგან მოვიპოვოთ სიყვარული, სითბო, პატივისცემა, მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა და ის ფაქტი რომ მე არავინ მჭირდება, არავისი კომპლიმენტი არ მჭირდება და ბლა ბლა ბლა, ცოტათი სისულელეა. ნუ რეალისტური, მაგრამ ცოტათი სისულელეა. თუ გინდა რომ იცხოვრო ისეთ საზოგადოებაში, სადაც თავს დაცულად გრძნობ, სადაც შენი აზრი გათვალისწინებულია, სადაც შენ პატივისცემით გეპყრობიან, პირველ რიგში ეგ შექმენი შენს ოჯახში. დაიწყე შენი თავიდან, დაიწყე შენი მეგობრებიდან, დაიწყე შენი დიდან, ძმიდან, მშობლებიდან. მშობლებზე ცოტა რთულია და ცოტა ძველ ხალხზე ცოტა რთულია, იმიტომ რომ მათ უკვე რაღაც შაბლონები აქვთ ჩაბეჭდილი და ძალიან რთულია რომ ეგ შაბლონები ამოვძირკვლოთ და ახალი შაბლონები, კარგი შაბლონები, ასე რომ ვთქვათ, ჩავუდოთ. სანამ სოციალურ ნორმებს გავაპარტახებ და გავანადგურებ, იქამდე მინდა რომ ჩვენს ძალიან კარგ ნორმებზე ვისაუბრობთ და ერთ-ერთი რაც მახსენდება, უბრალოდ პირველი რაც მახსენდება, ეს არის სტუმართმოყვარეობა და სითბო. ქართველისნაირი თბილი ადამიანი და სტუმართმოყვარე მე არ მინახავს, სხვა უცხოელი ამ უცხოელი ადამიანი სხვა არ მინახავს. რამდენიმე ქვეყნის, ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენელს შევხვედრი ვარ და საერთოდ არ არიან სტუმართმოყვარეები, ანუ ისეთივე განსაკუთრებით ისეთივე, როგორებიც ჩვენ ვართ. ამიტომ ერთადერთი რასაც ყველაზე მეტად დავაფასებთ, იქნებოდა ის, რომ ვართ თბილი, ჩვენ გვიყვარს ადამიანები, მათი შემოპატიჟება, მაგრამ ერთადერთი ქართველს შეუძლია, რომ ძალიან თბილად მიიღოს ადამიანი და იმ დღესვე დაუწყოს ლაპარაკი თუ როგორ უნდა მოიქცეს ის. მხოლოდ ქართველს შეუძლია, რომ უკვე მისი კონტროლი დაიწყოს. ეს არის ქართლის ერთ-ერთი ცუდი თვისება. ეპიზოდის პირველი ნაწილი ეს არის და რას იტყვის ხალხი. ყვეყური მტკივა. აი ნერვები მეშლება ხოლმე, რომ ანუ რას იტყვის ხალხი, ანუ ეს უკვე რომ მესმის, ანუ ყური მტკივა და ცუდად ხვდები, რას ნიშნავს, რას იტყვის ხალხი, ეს ადამიანები მაბედნიერებენ, ეს ხალხი მაბედნიერებს, ეს ხალხი იხდის ჩემს გადასახადებს, ეს ხალხი მილაგებს სახლს, რას, ანუ რა ხდება საერთოდ, რომელ პლანეტაზე ვარ. რას ნიშნავს, რას იტყვის ხალხი, ვინები არიან ეგენი? ვინ? ერთ-ერთი ვისაც აქვს ჩემი გაკიცხვის უფლება არის საკუთარი თავი და საკუთარ თავსაც კი არ ვაძლევ გაკიცხვის უფლებას. ვინ არიან ეს ადამიანები, რომ ამდენ უფლებას აძლევთ? ვინ? აი გეუბნებით ვინ? საერთოდ არავინ. უბრალოდ საქართველოში არის ეს ტენდენცია, რომ მნიშვნელოვანია მეზობელმა არ თქვას რაღაც და მე ჩემი ქმარი რომ ცემს მაგას მოვითმენ. აი საქართველოს შეიძლება მოხდეს მსგავსი რაღაცა. ნუ ბევრ ქვეყანაში იდეაში ეგრე. აზიურ ქვეყნებში განსაკუთრებით, მაგრამ ნუ ოკეი. თვითონ ეს დამოკიდებულება რა სიტყვის ხალხი და ზოგადად ეს ცნება არათუ გაკომპლექსებს და არ მიდიხარ იქ, სადაც გინდა წახვიდე, ან არ იცვა იმას, რისიც ჩაცმაც გინდა, არ მოქმედებს როგორც გინდა, ან მარტო ამას კი არ გიზღუდავს, არამედ გიზღუდავს კრეატიულობას, გიზღუდავს ინოვაციურ ფიქრებს, ყველაფერს გიზღუდავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცა სტანდარტი ჩარჩო არის უკვე შექმნილი, სადაც თუ გადაცდები, გაგწკეპლავენ. ხვდებით? ამიტომაც არის რომ სოციალური ნორმები არის კონტროლის ერთ-ერთი ფორმა იდეაში და არა რაღაც კულტურის ერთ-ერთი ნაწილი. ეპიზოდი 2 და ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც იდეაში უნდა დამიწყო, მაგრამ უფრო ძლიერით შემოვალ ახლა. გენდერული ორმაგი სტანდარტები. დაბურძგლა. საქართველოში თავისუფლება აქვს ყველას, მაგრამ ეს თავისუფლება ყველასთვის ერთნაირი არ არის. მხოლოდ ამ წინადადებით შემიძლია აუხსნა ის გენდერული უთანასწორობა, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და ზოგადად მსოფლიოს მასშტაბზე, მაგრამ რადგანაც ახლა საქართველოზე ვსაუბრობ,
ნუ აღარ წავალ შორს. საქართველოში ქალისთვის ძალიან ბევრი სტანდარტი არსებობს. ახლა მაგათი ჩამოთვალა რომ დავიწყოთ ფიზიკურად რო არ მეყოფა, ნუ ძალიან ელემენტარული რო ავიღოთ. ელემენტარული რა უნდა ჩაიცვა, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა ისაუბრო, ესეთი უნდა იყო, ესეთი უნდა იყო. მამაკაცზე საერთოდ არაფერი. არ ვიცი, როდიდან შეიცვალა ეგ ყველაფერი, ადრე როგორ სცემდნენ ქალებს პატივს და როგორ იყვნენ ესე ვთქვა თანასწორობაში, ნამდვილად ვერ გეტყვით ამას. მაგრამ ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კაცს ყოველთვის უნდა ქალის კონტროლი და ყოველთვის უნდათ რომ ქალები დაეჩაგრათ. არ ქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლობის, არ ქონდათ შესაძლებლობა თავისუფლების და ასე შემდეგ. არ ვიცი ნამდვილად კაცებს ასე რატო გეშინიათ ქალების თავისუფლების, ესე პატარა ჩაჭრა ასევე. თუ ლამაზი იქნებიან, ხო ამბობენ, რომ ქალები ლამაზები უნდა იყოთ. ძალიან ლამაზიც არ უნდა იყო. თუ გამხდარი ხარ, ძალიან გამხდარიც არ უნდა იყო. თუ ფორმაში უნდათ რომ ვიყოთ. ძალიან ფორმებში და ძალიან დაკუნთული არ გვინდათ. არ გვინდა რომ იყოთ. მინდა რომ ამბიციური იყოს ქალები საქართველოში, მაგრამ ძალიან ამბიციური არა, ანუ ოჯახი მაინც პრიორიტეტი უნდა იყოს. კიდევ რა გინდათ? ნუ ოკეი, ხუმრობის გარეშე ვცდილობ რომ მაქსიმალურად ხუმრობით მივუდგე ამ საკითხს, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და ახლა რაც ხდება არის ის, რომ ქალები ვხვდებით მაქსიმალურად ძლიერები, იმდენად ძლიერები, რომ კაცები პრინცესები გახდნენ. მაგრამ ეგ მოსალოდნელია და ესე რომ ვთქვათ, ვფიქრობ მალე დასტაბილურდება, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ დასტაბილურდება, რადგან არც ქალი ვარგა ძალიან ძლიერი და არც კაცი ვარგა ძალიან სუსტი. და ძალიან დიდი დისბალანსს გამოიწვევს მოკლედ მსგავსი წყობა საზოგადოებაში. ეპიზოდი 3: კრიტიკის შიში და ჩუმი საზოგადოება. საქართველოში პრობლემა ის კი არ არის, რომ შეცდომას უშვებ, არამედ ის, რომ ამის აღიარების გეშინია, რადგან ძალიან დიდი ქარცეცხლის წინაშე დაგაყენებენ. კრიტიკა არ არის შეურაცხყოფა. ეს არის გზა იმისათვის, რომ რაღაც გამოასწორო. და ასევე განსხვავებული აზრი არ არის, რომ ისინი ბოროტები არიან, ისინი ცუდი არიან. არა, ყველა ადამიანს არის ინდივიდუალური, შესაბამისად ძალიან ბევრი ინდივიდუალური დამოკიდებულება და არსი არსებობს, ხო? საქართველოში გვიჭირს განსხვავებული აზრის მიღება და ასევე კრიტიკა. ბოლოსკენ რასაც ვიტყოდი, იქნებოდა ის, რომ ძალიან ფრთხილად იყავით სოციალურ ნორმებთან, საზოგადოებრივ ნორმებთან და იყავით ავთენტური, იყავით საკუთარი თავი, მაგრამ ზედმეტი ყვირილის გარეშე. გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებთ და ადამიანები აუცილებლად დააფასებენ ამას. ქალები განსაკუთრებით დაჩაგვრები ვართ ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ კაცების დაკდინება არაფერს არ მოგვიტანს, ანუ არანაირ შედეგს არ მოიტანს. უფრო კარგ შედეგს მოიტანს ის, რომ ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ქალები ვართ სრულყოფილი არსებები, როგორც მამაკაცები და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი უფლება, როგორც მამაკაცებს აქვთ. და ამას ზედმეტი ჩხუბის, ყვირილის, ხელების ქნევის გარეშე შევძლებთ, უბრალოდ დავანახოთ ეს. ეს ვიდეო დასრულდა და გამიხარდეთ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გამომწერა, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეო უნდა დავდო აუცილებლად და that's it. ნახვამდის.